დავიწყოთ, ხელი გავშალოთ. ვეყდებით მარცხენა ფეხს და მარჯვენა ხელს. ჩაისუნთქე, ამოსუნთქვაზე წამოვიწიეთ, დაეყრდენ, ნელ-ნელა მარჯვენა ფეხი გავჭიმეთ, გადავიღუნებთ ფრთხილად მარჯვნივ, გავწელოთ მარცხენა გვერდი და ფრთხილად ჩამოდი ფეხები მოკეცე დაეშვი, არ დავეცეთ. კიდე ვიმეორებთ ამას სამჯერ. ამოსუნთქვაზე გავიწელოთ, ჩასუნთქვაზე ფრთხილად ვეშვებით. კიდე. მე რო ის ფეხი გავჭიმო, უნდა გავწიო ხოლმე წინ და არასწორია. შეგიძლია გაჭიმო წინ, კი გაწიო. აი, მაჯამ წივა, მე რო ავწივა. მაჯაც ხო, თანდათან, ანუ ზოგადად სუსტი სახსარია მაჯები და გიმაგრდება კუნთების ხარჯზე. ერთიც გადავიხუნეთ და ვეშვით. მოკეცე აქვე ფეხები, მარცხენა ხელი მოხსა, მარჯვენა ხელი ზევით გავიჭიმე და გვერდზე გადავიყუნოთ, გავწოვოთ. ოი რა კაია. შეაცვალოთ გვერდი. კაია. მარჯვენა მოვღუნეთ, მარცხენაც მოვღუნეთ, წინიდან დაუდე, მარჯვენა ხელი ზევიდან ჩაასუნთქვა, ამოსუნთქვა, წამოიწიე ნელ-ნელა, მარცხენა ფეხი გაჭიმე, მარცხნივ გადავიღუნეთ, გავწელოთ გვერდი, ნელა დაეშვი, ჩაისუნთქე. წელოთ, დაეშვათ. სიგრძეში ვიჭიმებით ყოველ ჯერზე. ეხლა იდეაში რა უნდა მეძაბებოდეს ყველაზე მეტი? მაჯამ მეჭიმება მაინც და მაინც? ესე იგი, მხარბეჭის სახსარი, მარცხენა გვერდი, მარჯვენა დუნდულა და მარჯვენა ფეხის კვადრიცეპს. მოკეცეთ, აქაც უჭერთ მუცელს. რა თქმა უნდა. აი მე მგონი ეს მუცლის მოჭერა არის პილატესის თავარი კი, მოძრაობა, ხო? დიახ, ეგ არის ფუძე. ეხლა დავეშვათ. ისიც ნერვები. მაია ვერ იგებ როგორ უნდა მოუჭირო და მე სწავლობ. ნუ ვცდილობ მაქსიმალურად ავხსნა, აი ყველა სხვადასხვანაირად ვაგებინებ ამას. ანუ ეს არ არის შესუნთქული მდგომარეობა. ანუ რომ უნდა დაგარტყან მუცლში და რომ ფარივით. კი, ფარი. კისერი მოვადუნეთ, ხელები ჩამოუშვით ან თან ახლოს, ხელები დაგვეხმარება წონასწორობაში. თეძოები და ისა დუნდულები დავწევეთ, ავიწიეთ ზევით, თეძო ზევით თავი და გავჩერდით. ეხლა წონასწორობა მარცხენაზე გადაიტანე, მარჯვენა გაჭიმე ზევით. გავჩერდით, აქედან ეხლა თეძო არ მოძრაობს, ქუსლით ჩავწიეთ ფეხი მუხლამდე, მეტი არა და ისევ აწიე ზევით. უფრო ქვევითაც კეთდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ნატამ გააკეთოს ბოლომდე. ნატამ ბოლომდეო. მე გააგრძელე. ამოსუნთქვა, ჩაასუნთქვა ერთიც. გავართ აქვე, ხა თეძოს დაშვება ქვევით. ნელა ჯერ წელი დავდეთ, მერე დუნდულა დავწაბეთ, აწიე თეძო, ზურგი. ჩავდივარ, ჩაასუნთქვა, ზევით, ამოსუნთქვა. გძნობ, დუნდულას თუ ვერ გძნობ. ამი. დავრჩეთ ზევით. მუცელი გაამაგრე, ჩაფუშე, ნეკნები არ არის გამოწეული, ბრტყელია მუცელი. ეხლა ფეხით ჩავისავ, ვაკეთებთ ველოსიპედს თითქოს. ქუსლით ჩაწი, მოხუნე. აუ, ძალიან მეწვი. მედიცინული. პადი. აბა, სასურაო კოსტუმი დავინახე. კარგი შეცვალებები. გავჭიმეთ მარცხენა. ავიწიეთ, გადავა. ჩავიდა ფეხი ქუსლით მუხლამდე, ავწიეთ ზევით. ამოსუნთქვა. მუხლამდე და ჩასუნთქვა. გააკეთე, ბოლომდეც კეთდება, დიახ. მაგ დროს უფრო იწელება კუნთი. იმას ესთეტიური ისინი. მოდი, იცი რა აუხსნათ მაყურებელს, ანუ წერფის გაჭიმვის დანიშნულება რა არის, რომ აი ზუსტად ეს სიგრძივი კუნთების ამბავი. კი ბატონო, ესე იგი ზოგს გონია ხოლმე რომ ჩემი ის არის რაღაცა სპეციფიკა გუშტური, იმიტომ რომ ადრე ბალერინა ვიყავი. ანუ ეს არ არის მარტო იმიტომ სილამაზის ესთეტიური მხარე არ არის. ამას აქვს დანიშნულება სისხლძარღვების პროფილაქტიკა არის და მუხლის აი წვივის კუნთების ძალიან სასარგებლოა, ალამაზებს მუხლსაც წვივსაც. მარა ხომარ ჩამოვეშვით, მოკეცე მუხლები. მუხლები მკერთან. ხერხემალიც ისვენებს ამას. დავწევთ ფეხები ისევ, ავიწიეთ ზევით, ისევ მუცელი დავწაბეთ, ფეხი ავწიეთ ისევ მარჯვენა ზევით. ფეხი ჩავში ქუსლით მუხლამდე, ცოტა გაწიე ისე რომ არ მიატრიალო მეჯიდან. დააბრუნე, აწიე ზევით. ამოვისუნთქეთ, გავშალოთ,
ჩასო. 3 კარგი, შევცვალოთ. გაჭიმე, არ დაეშვა, თეძო არ დაუშვა. ქუსლით მუხლამდე გვერდზე. სწორი, ზევი. მე ვხედავ უკვე ჩემ ხვარტფეხებს. როგორ გასგალამაზდნენ და გაიჩქარო. მოვიჩქარ. დავუშვით ფეხი, ჩამოვედით, გავიწელოთ, დავისვენოთ. ძალიან დაწყა. ეხლა ერთი პრესიც გაჩვენოთ, ხო? კი, პრესი უწევ. ანუ მარტო ის ხო არ არის. უცოდეთ რა არის. მუცელსაც ხო უნდა ნატამაპატი. ნატამაპატი. არა. მიყვარს უბრალოდ გავჭიმეთ. ხელები გაჭიმე ვერ შეერთეთ. გაჭიმა ვერას დღეს. ცოტა ქვევი ჩაუშვი. აი ეს. გადავწიეთ ხელები მარჯვენა თეძოსკენ, გავაჩერეთ აქ. მარცხენა ფეხი დაუშვი და აქედან ვიწყებთ. ეხლა ვცვლით ფეხებს და ხელებს. გადატრიალდით. 1 ოჩა. წერი გაჭიმა. მუხლი გაჭიმა. მოდი და გაჭიმე. აქვე გავჭიმა. სიგრძეში ვიჭიმებით ცალი მხარი. კიდე. დავისვენებთ. არა. ეთებ ძალიან კარგი ყო. ძალიან კაია. მან სადამდე ცავა იქამდე ძალით არა ცვალო. სადამდე ცავა გაჭიმული. კარგი და რატო აუბნება ის? რატო აღმოჩნდი მატრას იქით ვერ გავიგე. დადგი ფეხები. ავწიეთ თეძოების ზევით, დავეყრდნოთ მენჯებს, მენჯევისა ხელებს მენჯებით. დაეყრდენი ფეხები მოკეთ. შევაერთეთ უკვე. ეხლა დაეყრდენი ხელებს, აწი ერთი ფეხი, მეორე და დავჭით აქ. ხელები როგორც შეგიძლია ისე დაიდე. ხო. გავჭიმეთ ერთი ფეხი ზევით. და ვაკეთებთ ველოსიპედს აქ დავიწყეთ ქუსლით, თითებით. კი, ძაბავთ ყოველთვის. 3 4 5 უფრო ზევით აწიებ. მაია. შოა. ეს იყავი ვარცენატა. არა და ეხა მოდი მაკრატელი გავაკეთოთ, ბარემ აქვე გაჭიმული 1 Live de Nicolas Jar en Ibiza Sónica. ისუნთკე 6 მიდით გოგოები. 9 კოჭა, ეხლა ნახე, დინა, შენ ფეხები დინაც მოკეცე, ხვალე, აი, ნიკოფი და დარუბანდამდე, გაშალა. ჩამოუში ქვევით. დაეშვი. კარგია, შეისვენე. შელეჭოს. წამოვშეთ მუხლებს. ორი მოვიხსენი. ოქროს გოგოები ხართ. ოჩაღები. მოკლედ აპლოდისმენტები ჩვენ გოგოებს ნამდვილად. ნატას იმისათვის რომ ასეთი мотиваცია შემოიტანა ჩვენშიც და მაყურებლებშიც და რა თქმა უნდა მაიას რომელიც უდიდესი პროფესიონალია მაგრამ ადამიანებო ყველა სპეციალისტი ექიმიც და ფიტნეს ინსტრუქტორიც ერთხმად ამბობენ რომ არ აქვს მნიშვნელობა ვარჯიშს ანუ ეფექტი არ აქვს ვარჯიშს თუ